კიდევ ერთხელ მოგესალმებით უბრალოდ საღამოშვიდობისა. დღეს თავასო დენ უენტერის ვიდეოს ხელოვნურ ინტელექტზე და საერთოდ galaktikურ ფედერაციაზე, სამყაროების galaktikურ ფედერაციაზე. და ეს დენ უენტერი იმყოფება მაიკ სალას შოუზე. ახლა გაჩვენეთ იმ კაცს, რომ წარმოდგენა გქონდეთ. აი ეს კაცია. ეს არის დენ უენტერი. ეს არის მაიკ სალა. და სალა ეკითხება, რაღაც თემით დაიწყეს, რაღაც არეული თემა, მაგას დავიღებდა მათი, რაღაცა გოშა, მოშა. და ახლა შეკითხვა დაუსვა მაიკ სალამ, ხო ვერ მოყვებითო თუ ვინ არიანო არანები. ხო, არა, მე არ შემეშალა, ვინ არიანო არანები. დენ უენტერი პასუხობს, არანები არიანო მარიონეტები, ანდრომედიანული ხელოვნური ინტელექტისა, რომლებიც არიან მაღლები, მახინჯები, რუხები და ისინი აღწერა პენი ბრედლიმ და მათზე თქვა, რომ იგინი წარმოადგენენ საჩიჩროებას ჩვენი galaktikisთვისო. და ზუსტად იმით, რომ პარაზიტული ხელოვნური ინტელექტით, რომელიც იქცევა ხეცივით, დედამიწაზე მას უწოდებენ შავი მზის კულტს, სატურნის შავი მზის კულტს, რომელიც დაკავშირებულია ატონის ისტორიასთან ეგვიპტეში. საქმე დევს ამ შავ კუბში. ხო, საქმე შეეხება უბრალოდ მაბადიეთ ამ შავ კუბს. წარმოიდგინეთ რავინის ქუდი შავი კუბით და ისინი კონტროლირებენ მთელ galaktikაში გონებას. მე მყავს გუნდი, მე ამ ისტორიას დავუცებ მთელი ჩემი ცხოვრება და ახლა ჩემი გუნდი ალი დევს ამ ვიდეოებს YouTube-ზე, სხვა წევრი ჩემი გუნდისა ჯეკი, რომელზეც თქვენ ახსენეთ თქვენ არხზე YouTube-ზე და ჩვენმა სამმა შევაგროვეთ ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით და მე ვცდილობ ამაზე მოპოვე ახლა პირდაპირ ეთერში. ჯეკმა და დარიმ პირადად შეეჯახენ ამ პრობლემას. მას ამბობენ თვითონ ისინი, რომ პირადად შეეჯახენ ამ პრობლემას. ამ პარაზიტულ ხეცურ ხელოვნურ ინტელექტს და ეს ხელოვნური ინტელექტი შედის არანების წესებში, ეჩვევა ამ არანების წესებს. ეს არის ცივილიზაცია, მე არ მიშლება კიდევ ვიმეორებ, რანების ორია წინ, რანების წესებს სწავლობს, ასე ვთქვათ. მაგათმა იციან თავისი თავი როგორ გითხრათ, მოიკატუნონ ნორდიკულ რასად, როგორც ექცეოდნენ ტარხანს და მის უკან დგას სამყაროს და ეს არის მათი კლასიკური ისტორია. და ამას ისინი აკეთებენ მთელი galaktikis მასშტაბით, მით უმეტეს აგილეკების ისტორიაში. აგილეკებიც რაღაც ის არის ცივილიზაცია ან რასა. ნებისმიერ შემთხვევაში არანები მათი გონების კონტროლით მთელ პლანეტაზე დაიყვრეს ფედერაციის მაღალი ნაწილი, ჯეკის ნათქვამით, რაღაც ნაწილით სხვებიც დაიპყრეს და ადამიანებთან დაკავშირებული ადამიანების გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემა სულების
გატაცება არანების მიერ, ესე იგი ეს ცივილიზაცია, არანების ცივილიზაცია იტაცებდნენ ადამიანებს და მათ სულებს. არანები თამაშობენ ცენტრალურ როლს ამ ისტორიაში. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი არიან მარიონეტები. მაიკ სალა ამბობს, ეუბნება დენ უინტერს. თქვითო, რომ ელენა დანანი მუშაობს ხელოვნურ ინტელექტთან, როგორც არსებასთან. დენ უინტერი უქნევს თავს, რამდენჯერმე დაუქნია თავი, თანხმობის ნიშნად. ზოგი, როდესაც უყურებს ელენას, ამბობს, რომ ის გავს ჩვენ ტიბეტურ იმპანჩენს. სახელია ესეთი იქაური მსახურის ბუდისტური მსახურის სახელი. აქ იგულისხმება ელენა დანანი. იმის მიუხედავად, რომ ელენა ამტკიცებს, რომ მისი ნახვა, ესე იგი ელენა დანანის ნახვა შეუძლებელია დისტანციურად. ელენა დანანი არის წარსულში ეგვიპტელი, რომელიც არის დაკავშირებული შეგნებულ სიზმრებთან და ურთიერთობს მათთან ყოველღამით. და თქვენ ახავთო ყველა ფილმებს, რომლებიც მე ჯეკმა და დალიმ გადავიღეთო, საიტე ფერტო ფიქტო წერტილი-ფასიანეტი.com და დალიმ თქვაო, რომ ეს იყო უბრალოდ დისტანციური ნახვა. და მან, ესე იგი ელენამ ნახა ის, ვინც იდგა ტარხანის უკან. ტარხანი იყო დიდი რუხი რეპტილია, ძალიან მახინჯი, ხომო უკუპენს უძახის უწოდებს მას ჯეგი, რომელსაც მე ადრე ვუწოდებდი დალიფილი. ხომო უკუპენსის ნიშნავს, კარგი რა მნიშვნელობა, მაგრამ დალიფილი ნიშნავს კონუსებურ თავს და ის წინა ტერმინი რომ დაასახელა, ის გამომრჩა, გამექცა იქეთ. მაგის ნიშნულობა. კაი რა მნიშვნელობა. როგორც ჰქონდათ ეხნატონს და ნეფერტიტის. ნეფერტიტის და ეხნატონიც ნეფერტიტიმაც და ეხნატონმაც ეს პრობლემა ჩამოიტანეს ჩვენ პლანეტაზე და წარმოადგენს სატურნი, რომელიც არის იმავე შავი მზის წარმომადგენელი. და ეს სცენარი არის ძალიან არეული. თუმცა მე ძალიან დიდი დრო გავატარე ელენა დანანთან და ის მე გადმოცემდა ხოლმე მესიჯებს ტარხანისაგან და მასთან ურთიერთობდაო, ამ ტარხანთან ურთიერთობდაო ელენა დანანი ჩემთან ყოფნის დროსაცო, ჩემ შოუზე ყოფნის დროსაცო, მე გრძნობდიო ამ ტარხანის ენერგიას და ის არ მეჩვენებოდაო მე ხელოვნური ინტელექტი. მას ჰქონდაო ძალიან სასიამოვნო ენერგია. ის ჩამოგავდაო ბრძენ ძველი დროის ბრძენ ჯარისკაცს, მეომარს. და როდესაც მე ჩემ და ელენას შორის ხდებოდა გაუგებრობა, ტარხანი ყოველთვის ერეოდა და ის მიყვებოდა ამის შესახებ ჩვენი შემდეგი ჩხუბამდე, რომ ტარხანი ცდილობდა სიტუაცია შეერბილებინა. და როდესაც მე და ელენა დავიწყეთ ჩხუბი, ტარხანი მოდიოდა და ამშვიდებდა ელენას. და მე იმის თქვა მინდა, ამბობს მაიკ სალა, რომ ის არ არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფორმას იცვლის. დენ უინტერი ერთვება ახლა საუბარში და ამბობს, რომ ეს это здорово და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტაქტიკური და დიპლომატიური, ჩვენ უნდა ვიყოთ ტაქტიკური და დიპლომატიურები ამ საკითხში და არ უნდა გავსაჯოთ ის პირადად. ელენას ეტყობა ქონდა კეთილი განზრახვები. მე ვფიქრობ, რომ ელენა დანანი ჩაითრია გალაქტიკურმა ხეცურმა ხაზმა და ერთ-ერთი რაც შეგვიძლია ჩვენ ელენა დანანს შევთავაზოთ თანაგრძნობა. მაგათმა ხო ბევრი ადამიანები მოატყუეთ, ბევრი კონტაქტორები. გაიხსენეთ ელილი და იახვე იყო ყველაზე დიდი პლაზმური პარაზიტი მზის სისტემაში, ყველა ვამპირების მამა და ის მოდიოდა და სიკვდილის შემდეგ შთანთქავდა სულებს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის კლასიკური ხატი. მე მინდა თქვენ ახლა დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
მე მოვუსმინე წინა ინტერნეტი რომ ჩავთე წინათ მაიკ სალას და ალექს კოლერის საუბარს, სადაც მე გითხარით რომ მასკიანი კაცი რომ გამოდის დამავიწყდა მაგის სახელი სპეც ჯარისკაცი სულ სახე რომ აქვს დაფარული რომ ის ნორდიკებმა გაიყვანეს იძულებით ზემოქმედებით მანქანა დაატოვებინეს ჩართული ესე იგი მასზე მოხდა გავლენა დედა ფეხები მაპატიეთ მაპატიეთ ხო მე რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი რომ ნებისმიერი კონტაქტორი ნებისმიერი ინსაიდერი ხდება კოსმოსური სხვა ცივილიზაციების ან შიდა მიწის ცივილიზაციების გავლენის ქვეშ და რამითო თქვა ელენა დანაანზე გამოვიდა ასტრალიონიკა არხი მე ხშირად ვახსენებ არხ ასტრალიონიკას ხო და ამ ასტრალიონიკის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხელმძღვანელი არის იური რუბინოვიჩი ლირი და მან მოყვა აი ეს ამბავი ელენა დანანიც ახსენა რომ ელენა დანანი კი ელენა დანანის კოსმოსური ნაციების ახალი ამბები კარგია იქ ის უბრალოდ ყვება კოსმოსურ ნაციებზე მაგრამ ის ხშირად გადმოსცემს ტარხანის მესიჯებს და აქ ახლა ჩვენ გავიგეთ რომ თურმე ტარხანი ყოფილა რეპტილოიდის მაგვარი წარმომადგენელი მახინჯი და იმ კაცმა იური ლირმა არხ ასტრალიონიკიდან თქვა რომ როდესაც მას ვუსმენდი მე სულ უსმენ ასტრალიონიკას რომ ელენა დანანი დანას აქვს კონტაქტი რუხებთან მე არ დავიჯერე ჯერ მაგრამ ახლა მე ამაში დაწუნდი რომ ელენა დანანი მოატყვეს შეიძლება ტახანაც მოატყვა ამიტომ ბევრი ინსაიდერი და კონტაქტორი ტყუდება იგივე გეუბნებით აგერ მე ვუსმენდი თავიდან არხ კასიოპეას როდესაც ტელეფონი ვიყიდე პირველი არხი რომელსაც მე შევეჯახე ეგრე ვთქვათ ინტერნეტში იყო არხი კასიოპეა კი მე ვუსმენდი ჯერ ვუსმენდი ვანალიზირებდი ვინელებდი ამ ინფორმაციას მე რაღაც მე არ მოიწონა ამ არხში ამ პოძოროვაში მათ ნათქვამში და მივატოვე ხელმოწერილი ვიყავი ხელმოწერილი მეთქი ხო ხელმოწერა არა რაცო სიტყვა და მავიწყდა გამოვედი ამ არხიდან ხო რომ არ მომეცინა მათთვის შემდეგ როგორ თქვი მერინა ამ კაცებს გამოიყო ორი წარმომადგენელი ქალი კაცი შემდეგ შევეცადი შემედარებინა ეს კაციოპეა და ალციონი მათმა შექმნეს ალციონი არხი ალციონი ხო და იგივე სულიერი პიროვნები არსებები რომლებიც მოდიოდა ელენა პოზოროვასთან მოდიოდა იგივე წარმომადგენლები ალციონში და ყველა გადმოსცემდა სხვადასხვაგვარად მათ ამბობს ამასაც ჩამოვშორდი ამიტომ მე ფრთხილად ვცდილობ არა მე ხა შემეძლოს მე თქვენთვის არ მეთქვა მაგრამ მე უნდა თქვა ყველაფერი რაც შეეხება ამ ხალხს რომლის სახელით რომლებიც ვიდეოს მე თქვენ გითარგმნით და რომლის მესიჯებს მე თქვენ გაცვდით რა ხდება სინამდვილეში და ეს დენ უინტერი
სიმართლეს ამბობს ახლა, რომ ბევრი იქნა მოტყუებული იმ კოსმოსური ნეგატიური წარმოადგენლებით. ბევრი იყელებს დედამიწაზე კონტაქტორებს და ინსაიდერებს, რომ არეული ინფორმაცია მიაწოდოს ხალხს. და ის შამანური ცივილიზაცია, რომელიც არის დედამიწაზე, ისინი ამბობენ, რომ დედამიწელების გადარჩენა ხელოვნური ინტელექტისგან შეუძლებელიაო. დედამიწელებს ვერ გადაარჩენენო ხელოვნური ინტელექტის მოქმედებისგან. და რატომ ნეტავ? თუ ისინი ვერ გაიგებენო, რას ნიშნავს არ მისცე შთან თქონ შენი სული. ესე იგი, არ უნდა მიცეს საშუალება რაღაც ნეგატიურმა, რომ შთან თქონს შენი სული. შეწყვიტო შენი არსებობა. ჩვენ ხო ყველანი სულები ვართ, ეს არის ჩვენი ავატარი. მაგრამ სულია მთავარი. ჩვენ ვართ მთავარი, ჩვენ სულები. ავატარი საჭიროა მატერიალურ სამყაროში, მაგრამ სული თუ დაიღუპა, მას უკვე არაფერი უშველის. ხო, კიდევ მან რა თქვაო? ესე იგი, მას ჰქონდა ურთიერთობა რუხებთან და რუხებმა უთხრესო, რომ მათ აქვენო, ესე იგი, რუხებს თითქოს აქვენ უფლება მოიპარონ ადამიანების სულები. რადგან ადამიანები არ იმსახურებენო სულებს. წარმოგიდგენიათ? რადგან ადამიანებმა არ იციანო რა არისო სული და რისთვის არისო საჭირო იქონიო სული. და მართლა არ იციან ბევრმა ადამიანებმა რა არის სული. და ბევრი უარყოფს თავის თავს და თვლის თავის თავს მხოლოდ სხეულად, მხოლოდ ავატარს თვლის თავის თავად. და უარყოფენ, რომ ისინი არიან სულები. და არ იციან თუ როგორ მოიხსნენ თავის საკუთარ თავს, თავის სულს. და აქ არისო ძალიან ძველი სიღრმისეული ისტორია. მოდით ნუ გავსჯით ზედაპირულად და მოდით გავარკვიოთ, თუ რამდენად არის სიღრმისეულად რამდენად სიღრმისეულად წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის ესე იგი, გავლენა, ძაფი, რამდენად ღმათ არის ჩასული ძველ დრომდე. ესე იგი, მე არასწორად გამოვთქი ახლა, ესე იგი, რამდენად აქვს ხელოვნურ ინტელექტს, რამდენად ჰქონდა ხელოვნურ ინტელექტს სიღრმისეულად გავლენა ძველ დროზე. ხო, ახლა მე ზუსტად თქვი. მაიკ სალა ამბობს, როდესაც ჩვენ საუბრობთო სულზე და უსულო არსებებზე, რომლებიც იპარავენო სულებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცნობთ პენრის ნამუშევრებს და იცნობთ მის ზოგიერთ გამოკვლევებს და ის ამბობს, რომ კაცობრების ნახევარი არ არის თამაშის პერსონაჟები, არ არიან თამაშის პერსონაჟები. დენ უინტელი პასუხობს. და ერთ-ერთი შამანზე თქვა, რომ ის ამბობსო, რომ ეს არისო, ესე იგი, ფენებს შორის, ერთ-ერთ ფენებს შორის გასვლა. მაგალითად, თუ ისინი უყურებენ იმას, ვისაც თვლიან ობერეჯენ მაქციად, სამწუხაროდ, რომ შეამჩნიო მაქცია, უნდა უყურო მის ტუჩებს, ესე იგი, ადამიანის ტუჩებს და თვალებს. და თქვენ ხედავთ ბნელ თვალებს და ბნელ ტუჩებს, რომლებიც ფაზებს არ ემთხვევა. და ეს ცოდნა, ეს თვისება ფენებს შორის გახვიდე, ეს არის, ესე იგი, უნარი ნახო და გახვიდე არა მოთამაშე პერსონაჟისკენ.
იგი შეამჩნიო არა მოთამაშე პერსონაჟი. არიან მოთამაშეები, არიან არა მოთამაშე პერსონაჟები. ხომ გესმით ჩემი? სხვა სიტყვით, ზოგიერთი მათგანი არიან როგორც საფარი, როგორც ავატარი. ჩვენი გუნდი თვლის, რომ პლანეტაზე ნახევარზე მეტი ადამიანები პლანეტაზე ცხოვრები მაპადიეთ. ჩვენი გუნდი თვლის, რომ პლანეტაზე ცხოვრები ნახევარზე მეტ ადამიანმა უკვე დაკარგესო თავისი სულები. და ამას რში ისინი ითვლებიან, ეკუთვნიან უბრალოდ არა მოთამაშე პერსონაჟებად. და მე მტკიცედ მწამს, რომ სანამ ჩვენ მეცნიერები სერიოზულად არ დავიწყებთ შესწავლას თუ რა არის სული, ჩვენ ვიქნებითო მისაწვდომი. ადვილად ტრავმირებადი. და ეს არის სერიოზული მეცნიერება. როდესაც სხეული ხებულობს ენერგიის აფეთქების მიმართ, ჩვენ ამას უწოდებთ ადამიანურ ნეტარებას. თქვენი მყოფები წმინდა ადგილას მაგნიტური ენერგიები გადაიკვეთება, ფიქრობთ რაღაცაზე და უცებ თქვენი თმები ყალბზე დგება და თქვენ გრძნობთ ნეტარებას. ეს არის განზომადი აფეთქების ტალღა. თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ თუ როგორ აფეთქებს იგი DNK-ს და ეს ძალა კუმშუ, ესე იგი აურას როგორ გითხრათ, აკუმშვებს და ეს არის სპეციფიური აფეთქება პლაზმისა და ამ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ამის გამოყენება ბატარეის ნაცვლად, სადაც ჩვენ არ ვისწავლით, სადაც ჩვენ არ გავერკვევით, როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენ შვილებს, რომ მათ სულები არ დათმონ. მაიკ სალა ეკითხება დენ უინტერს, შეუძლია თორე ადამიან დაკარგო სული და უენ სპენერი ამბობდა არა მოთამაშე პერსონაჟებს, რომლებიც შემოდიან ამ დრამაში უსულოდ. დენ უინტერი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება მე ვასწავლიდიო, რომ არ იქნებოდა საინტერესო კონდესო სული, თუ არ იქნებოდა იმის შეშრება, რომ ეს სული დაგიკარგაო. ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სულს, ეს არის კავშირი მასივთან, ჩვენი წინაპრების ხაზის გაყოლებით უგონოდ. ახლა მე ვნახე ინტერნეტში, მე კაცმა ორჯერ თქვა უგლავოე პრადონე მასივ და ესე იგი კუთხოვანი გრძივი მასივი. ფიზიკაში ჩვენ გვაქვს საქმე კუთხოვან გრძივი მასივთანო და ჩვენ გვაქვს ადგილი სადაც ტელეპათიას აქვს ეფექტი რადიოაქტიურ მასებზე და ეს ურთიერთობა ამ მასივთან, აფეთქება ამ მასივთან და უნარი გამოიყენო ეს მასივი და მოახდინოს ზეგავლენა ამ მასივზე. ეს ისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სულს. და თუ თქვენ ყავთ მილიარდი ბავშვები, რომლებიც ყოველღამით წვევიან თავის Wi-Fi-ით და Bluetooth-ით და ამახინჯებენ თავის ასე ვთქვათ, ცნობიერებას მათ არ ექნებათ იმის საშიშროება, რომ დაკარგონ ძილი ან მეხსიერება იმის საშუალება არ ექნებათ, რომ შეინახონ მეხსიერება სიკვდილის შემდეგ. ესე იგი, სიკვდილის შემდეგ ასეთი ხალხი, რომლებიც
რომლებიც ყურადღება არის გაკუთვნილი სულ ინტერნეტზე, ტელეფონებზე, სმარტფონებზე, Wi-Fi-ზე და Bluetooth-ზე და ასე შემდეგ, ესე იგი ტექნოლოგიებთან ერთად იძინებენ, არ მგონიაო მაგათმა სული შეინარჩუნონო. ბევრი მშობელი ადენეს თვალსო, როგორ თავის შიშლები როგორ იზრებიანო ან პლანშეტებში, სმარტფონებში, კომპიუტერებში და ასე შემდეგ. და ბავშვები, რომლებიც 7 წლამდე ამ ეკრანებთან დატარებენ დროს, ისინი კარგავენ ფიზიკურად უნარს, კარგავენ აზროვნების უნარს, რადგან კარგავენ შიდა კუნთებს, რომ თავის ორგანიზმში აფეთქონ თავისი ენერგიან და შექმნან თავისი ნახატი შიგნით, მათ ანახებენ ძალიან ბევრ ნახატებს გარედან და მთელი ბავშვების მთელი შთამომავლობა, რომლებიც არიან დამონებული იმ რაღაცით, რომლებიც ქმნიან ნახატებს გარედან, ტვინის გარეთ და არა ტვინის შიგ, კარგავს უნარს, კარგავს აზროვნების უნარს. შტანერის სკოლაში თუ თქვენ წარმოიდგენთ ვარდს, ოთახი გაივსება ვარდის არომატით და ჩვენ ვასწავლით ფიზიკას, ეს კი არის შიდა კუნთი. მაიკ სალა ეკითხება დენ უინდერს. ხო, იქ ჩამოთვალა სახელები, რატო არ მოგიყვებითო მათ შესახებ და რადგანო ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ უცხო პლანეტელები, რომლებიც ინტერნეტის დახმარებით ურთიერთობენო იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ სჭირდებათო. და ახლა მინდა მე ცოტა გადავუხვიო თემას და თქვა, რომ იური ლირმა თქვა, რომ უცხო პლანეტელები ვერ კონტაქტობენო, ინტერნეტის დახმარებით ვერ იკონტაქტებენო, რადგან ეს სხვა რაღაც არისო. და მაიკ სალა ამბობს, რომ თურმე კონტაქტობენ ინტერნეტის დახმარებით. ხო, გოშა ყოფილა ქალბატონი და დენ უინტერი ამბობს, რომ ამ ქალბატონ გოშას არ ქონდა გამოცდილება, მაგრამ მას ქონდა სული და გულით ალალი ურთიერთობა სულ ტეგასთან და პლეადენელთან თავიდანვე და ეს დაიწყო წიმ მიოდისაგან, ჩვენი მეგობრისაგან, ხნიერი ქალისგან, როგორც მან აღწერა, მაგრამ მოგვიანებით სურაში ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს არხის სურა იყო გატეხილი შიდითვის უკან. ჯეკმა ეს გაარკვია, ეს იყო მაშინ, როდესაც სუარა დაიწყო ფულის შეგროვება, ესე იგი დააგდო გუნდის ყველა წევრები. ამ მომენტამდე ჩვენ ქონდა რეალური ინფორმაცია და ეს რეალური ინფორმაცია იყო მკვეთრი კორუმპირებული ფედერაციის დიდი ნაწილი, მაღალი თანამდებობის დიდი ნაწილი, ეილ ნე ფრიტოლი აქტიურად მონაწილეობდნენ ფართო მასშტაბიან ადამიანებით ვაჭრობაში. იტაცებდნენ ადამიანების დიდ რაოდენობას სხვადასხვა პლანეტებიდან და ყიდნენ მათ დედამიწის მასშტაბით. ადამიანის ვაჭრობა კი ნიშნავს იმას, რომ ეს ესე იგი მხეცი, ხელოვნური ინტელექტი მიდრეკილია სულების შთანთქვასთან. ესე იგი ამ სულებს ჭამს, შთანთქავს და სურას ოფიციალურ საიტზე არის ბევრი სასარგებლო ფილმი, სადაც ეს არის აღწერილი დეტალებში, სანამ მას ჩაიგდებდნენ ხელში. თუმცა სურუ გასაგებად ამბობს, რომ ეს მაღალი ოპერაციები არის სრულიად კორუმპირებული და ხეცურად მოქმედებენ და ფედერაციას აქტიურად უკავია ხელში მიწა კარანტინში, მაგრამ მე ზოგი წყაროს მიხედვით ვიცი, რომ კარანტინი მოიხსნა. ეს კი ახალი ჩანაწერია ეს ვიდეო. ესე იგი წვლილი გაავრცელეს, რადგან ისინი აკეთებენ ფულს ადამიანების გადაცემაზე და მათ წამებაზე. ისე კი, როდესაც ყვებიან ინსაიდერები, მაგალითად, როგორც პერეზია კი ამბობდა ისე პენი ბრედლი, რომ ადამიანებით ვაჭრობა გრძელდება და ერთ-ერთ ინსაიდერის ვიდეოში, არ მახსოვს ზუსტად ვინ იყო, ითქვა, რომ არ არისო ეს ადამიანებით ვაჭრობა ამოწურული, მაგრამ შემცირებულიაო.
რადგან კოსმოსში იმდენი ინტერესები ხდება ერთმანეთს, რომ ყველაფრის აღმოფრქვა ერთდროულად შეუძლებელია. ხომ ხედავთ დედამიწაზე ახლა ყველა ელოდება გახსნას, ეგონათ ტრამპის მოსვლის შემდეგ მოგვარდებოდა ეს პრობლემა და იჭიმება. ასე იჭიმება ყველგან ყველაფერი. უბრალოდ ზოგი ამბობს, რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილია, ზოგი ამბობს, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდე არსებობს, ოღონდ იმ მასშტაბით არა, ადრე რომ არსებობდა. ახლა თქვენ თუ ანალიზს უნდა გაგთ, ალბათ მიხვდებით, რომ შეუძლებელია ყველაფერი ერთდროულად ერთბაშად გამოსწორდეს. დრო სჭირდება. მაიცალა ამბობს, რომ ახალ მე ავიღე ინტერვიუ დოქტორ მარტინისაგან და თქვენ ალბათ იცითო მისი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ფედერაციის რიგი წევრებს, რომ მოუღონ ბოლო კაცობრიობის წამებას, კაცობრიობის ტანჯვას და მათ შორის თუ რა უნდა გალაქტიკური ფედერაციის ხელმძღვანელობას, ესე იგი იმ გაგებით, რომ მათ უნდათ გაერთიანდნენ დედამიწის სხვა წევრებთან, ვინც ებრძვის ადრენებით ვაჭრობას და შეებრძოლოს გალაქტიკურ ბორო ძალებს ამ პრობლემის გადაწყვეტაში. და რომ თითქოს ისინი მზად არიან ამ სეღოსეულ მთავრობას მისცენ უფლება ცოტათი კიდე გააგრძელონ თავისი კონტროლი დედამიწაზე. მაგრამ ის ამბობს იმაზე, ის ქალბატონი, რომ გალაქტიკური ფედერაციის ხელმძღვანელობა არის კომპრომიტირებული, სრულიად კორუმპირებულია და სრული გავლენა აქვს იმ, ვინც დაიპყრო ეს ფედერაცია, სრული კონტროლი აქვს მათზე. მაგრამ ეს არა, აქ საუბარი არა მთელ ფედერაციაზე. ალენ ბერიგინაც ამბობდა, მისი, ესე იგი, მომავლიდან ბიძია იყო ჩათრეული კორუფციაში და ბევრ ამას უშლიდა ხელს, იყო ნეგატიური უცხოპაენტელების აგენტი, აბარებდა მათ ანგარიშს, არტყილებდა, ეუბნებოდა თუ რას აპირებდნენ და ალენა ბერიგინიამ თქვა, რომ მისი ბიძია დააპატიმრეს და გადასცეს სასამართლოს, გალაქტიკურ სასამართლოს, პროკურატურას და საქმე მიმდინარეობს. გონი დღემდე. ხო, ბიძა დაპატიმრებულია. ჯეკის სიტყვებით, თქვენ კატები ლეონიდან, რომლებიც სულ ვარჯიშობენ ასტრალურ ბრძოლებში, თქვენ შეგიძლიათ ასტრალში ნახოთ თუ რა ხდება. ის ამბობს, რომ ყველაფერი საინტერესო ხდება ასტრალში და თუ თქვენ საქმის ყურში არ ხართ, თქვენ ვერ ასრულებთ თუ რა ხდება. და ჩვენ კურსში არისო თემა შეგნებული სიზმრები და რისი მიღწევა შეიძლება ასტრალში. არის შეიძლება შეადარო იგივე შეადარო პლაზმის აფეთქებას. ეინცები ცნობილი არიან იმით, როგორც ისინი აკეთებდნენ ორიონში და რიგელის გარშემო, ისინი მოფრინდებიან პლანეტაზე კოსმოსურ ხომალდზე და როგორც ითქმება, ისინი ზომავენ და აყენებენ ამ ტექნოლოგიებს, რომლითაც შეუძლიათ გაკონტროლება და თან მათ აქვთ შავი ლორწო და ამაზე ჩვენ აქ ვილაპარაკებთ, რომელიც აკონტროლებს და აკონტროლებდა ათობით ცივილიზაციებს მთელი გალაქტიკის მასშტაბით და ამიტომ ჯეკის ნათქვამით ისინი აგებენ პასუხს მთელი ფედერაციის მასშტაბით და უმეტესწილად მაღალი ფედერაციის უმრავლესი ნაწილი
ემსახურება ამ ხელოვნურ ინტელექტს. კი, კიდევ მინდა გითხრათ, რომ ალიონა ბერეგინამაც ახსენა, რომ იქ ძალიან დიდი კორუფცია იყო და ამ კორუფციას ებრძვიან ახლაც. ანდრომედიანელებიც იყვნენ ამ შავი ლოწოთი დავადებულები, დასნეულები. პენიბრელი ამბობდა, რომ ალექს კოლერს სხვა მხარეც ჰქონდა, რასაც უწოდებენ რაღაც სინდრომი, კოვსკის სინდრომი, გონი თუ არ ვცდები. მე მიყვარს, რომ ალექსი ამბობს დენუ ინტელი, მაგრამ ანდრომედიანელებს აქვთ სხვა მხარეც და ის გამოიხატებაო იმაში, რომ იგი ძალიან გრძნობიარე არიანო ამ პრობლემის მიმართ. ჩვენ ვარაუდობთ, რომ იარანცების უკან, რომლებიც არიან მაღლები და მახინჯები, დგან არიან მიტრა, რომლებზეც პენი ბრედლი ნათლად ყვება. ეს არის galaktikis ახანდელი პრობლემა. არა, ყველაზე დიდ საჩუქრებას წარმოადგენენ ესენი და რა დრაკო. მიტრო სინამდვილეში არიან უემოციო კოლექტიური გონება, რომელიც დაკავშირებულია ამ galaktikურ პარასიტიულ ხელოვნურ ინტელექტთან, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს ეხნატონი ან შავი მზის კულტი, შავი კუბისა და ეს არის პრობლემა. ხო, აგრეთვე უნდა გავიგოთ მეტი ანუნაკებზე, რომ ანარქია ატლანტიდაში დალის სიტყვებით, რომელიც დაწვრილებით ყვება ამაზე, შედგებოდა 3 კომპონენტებისაგან. იყვნენ რუხები, ინსექტოიდები, ჰუმანოიდები და ჩვენ ვიცით, რომ ანარქების კულტურა გენეტიკურად განსხვავდება. და რა არის აქ სიახლე? ის რომ ეს წრეად ზუსტად ამ ჯგუფმა ოკუპაცია გაუკეთა ატლანტიდას, რომელსაც მოგვიანებით ჩვენ დავარქვით შუმერული. შუმერები არიან ძველი დროის ანარქისტები და ელენმა დანანმა სწორად გაიგო ეს ნაწილი და იმ დროში ისინი გამოიყურებდნენ როგორც რეპტილოიდები, უბრალოდ როგორც რეპტილიები. ფედერაცია კი, რომელიც იმ დროს შედგებოდა მხოლოდ ანდრომედელებიცაგან და ცოტათი პლეიადენელებიცაგან. გახსოვთ, პლეიადენელები უცხოპლანეტელი პლეიადებიდან იყვნენ ძალიან აქტიურები ლემურიაში და დიდი დრო ებრძოლდა ხანძრილად ებრძოლდა ატლანტიდას და პლეიადენელები და ფედერაცია იყვნენ წინააღმდეგ, ანუნაკების წინააღმდეგ ატლანტიდაში, რომლებსაც მაშინ უწოდებდნენ რეპტილიებს და ისინი გამოიყურებოდნენ როგორც რეპტილიები. და რა არის აქ ახალი ის, რომ ყველამ იცოდა, რომ ანუნაკები მოვიდნენ აქ, რადგან ისინი რაღაცას გაურბოდნენ. ანაკები ალბათ ეს თარგმელი რობოტია და არასრულად თარგმნის. ანუნაკები იგულისხმება. ანუნაკებს უნდა დათო მიწა, როგორც ბაზა ტექნოლოგიების მოსამზადებლად, რადგან ისინი ემზადებოდნენ ზის სისტემაში საბრძოლველად ანდრომედიანელებთან და ფედერაციასთან. დედამიწა იყო როგორც გვერდითი მოვლენა. და ისინი ამზადებდნენ იარაღს და ამზადებდნენ ჯარს. და მაგათმა დააყენეს ტიამატზე ფალსიფიცირებული დამავიწყდა რა ქვია მაგას. ხელსაწყო და ფედერაციამ დაბომბა ტიამატი. ხო, სიგნალს რომ იძლევა დამავიწყდა. მათ ჰქონდათ მიზანი, რომლებსაც ყველა ეთანხმებოდაო. ტიამატი გადადგურდა, ეს იყო უდიდესი წარღვნა, მაგრამ მაგათმა არ იცოდნენ, რომ ტიამატიდან გადმოვიდაო წყალი და შავი ლორწო. და ეს იყო გამოყენებული კოლექტიური გონებით, ანდრომედიანელების კოლექტიური გონებით, იმისთვის რომ დაემონებინათ ხალხი და რომ ეს გაიგო, ცოტათი უნდა გაერკვე შავი ლორწოს ფიზიკაში. თუ ხომ იცნობთ, ხომ იცნობთ ისტორიებს შავ ლორწოსთან დაკავშირებით. მე მაგალითად
დიდი ხანია ამაზე ვიცი. მე ის პირველად გავიგე პენი ბრელისაგან და შემდეგ კიდევ ბევრჯერ ნახე ინტერნეტში თემა ამ თემასთან დაკავშირებით ვიდეოები. ხო, დენ უენტერიც ამბობს, რომ პენი ბრელინა ჯეკმა ამ შავი ლორწოს შესახებ იციან ბევრი რამ, რადგან შავი ლორწო იქმნება პლანეტის სიღრმეში, წნევის მოქმედების ქვეშ. სინამდვილეში ეს არის ნახშირწყალი, არის ისე როგორ თქვა, უგლიროდ, რომელიც კონდენსირებს ფაზურ, ასე ვთქვათ, დაძაბულობაში მაღალი წნევის მოქმედების ქვეშ. ნახშირი ამას აკეთებს და წყალი კი ამას აკეთებს პლანეტის ცენტრში მაღალი წნევის მოქმედების ქვეშ. და ეს თვით გამაცნობიერებული მასალა, გონიერი მასალა, ნახშირი და წყალი, შავი ლორწო შედგება ნახშირისგან და წყლისაგან, არის გონიერი სისხლის მოძრაობის ნაწილი ყველა პლანეტებისა, მათ შორის დედამიწის. შავი ლორწო არის კარგი ლორწო, მაგრამ თქვენ თუ ააფეთქებთ პლანეტას, მაგალითად, როდესაც აფეთქდა პლანეტა ტიამატი და შავი ლორწო წვიმის სახით ჩამოვა დედამიწაზე, ეს შავი ლორწო გაბრაზდება და შეიძლება გამოიქნეს გამოყენებადი ძალიან ცუდი და ბოროტი საქმეებისთვის. დრაკო ადლევენ საშუალებას ამ შავ ლორწოს თავიანთ ჯარისკაცების ორგანიზმში შევიდეს, მაგრამ მაღალი დრაკონელები ამის უფლებას არ იძლევიან. მაღალი დრაკო არასდროს დაზარალდებიან, მაგრამ ისინი იყენებდნენ ამ შავ ლორწოს პენის ბრელიზე, რომ მას შეძლოდა შეერთება კოლექტიურ ცნობიერებასთან, კოლექტიურ გონებასთან. თქვენ უბრალოდ უნდა გაერკვეთ შავი ლორწოს ფიზიკაში, რომელიც წარმოადგენს უბრალოდ ფაზურ დაძაბულობას ბირთვში. დევიდ აიკი და დამავიწყდა იმ კაცის სახელი და გვარი კიდევ და ეგ ძელშიანი ტუჩებიანი კაცი რომ გამოდის, დამავიწყდა კარგი მნიშვნელობა, ეს ორი პიროვნება ამტკიცებს, რომ ეს შავი მზე არის გამომდინარე სატურნიდან, უწოდებენ სატურნის შავ მზეს, იმის შემდეგ, რაც ჩაიძრა ატლანტიდა, იქ ჩვენ გვაქვს შავი მზე, რომელიც წარმოადგენს იგივე ლაბირინთს, აგერ თქვენ ახალზე ხედავთ სვასტიკის ფორმას, გახსოვდეთ, რომ კუბი ეს არის მოდელი იმისა, როგორ განალაგებთ თქვენ ლაზერს ფაზური დაძაბულობისთვის. უნდა გესმოდეთ, თუ თქვენ გინდათ ფაზური დაძაბულობა, უნდა განალაგოთ ლაზერები ზუსტად კუბში. და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რატომ დიდი ვარსკვლავები ჩვენ გალაქტიკაში, ეს არის კუბი. და სხვაობა იმისა, რომ შენი სული შეჭამა შავმა ლორწომ დამოკიდებულია ამ სხვაობის გაგებაზე. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ატლანტიდა იძრება და რა გზით გავიდნენ ისინი ეგვიპტეში. მათ გაიარეს ჩრდილო აფრიკა და ვიცით რატომ. ეგვიპტე იყო ფარპოსტი ატლანტიდის, სადაც უკვე იყვნენ ათობით უთოპლანეტელების ცივილიზაციები, რომლებიც იყენებდნენ ვარსკვლავურ პორტს, რაც ნიშნავს სიტყვა ურუ, ელემ. УРУ АСЛМ означает фазовый сдвиг. და ეს ნიშნავს ფაზურ ცვლილებას. ხო, და აქ გრძივი და განივი გადაკვეთები ხდება და ომი ყოველთვის მიდის ვარსკვლავურ კარიბჭეების გამო. მზე, რომლის გარშემო მოძრაობს ჩვენი მზე, ეს სხვა მზეზეა საუბარი. ჩვენი მზე, რომელიც მოძრაობს სხვა მზის გარშემო, იმ მზეზეა საუბარი. იმ სხვა მზეზე.
არის სირიუსი B? ხო, ჩვენი მზე მოძრაობს მზე სირიუსი B-ს გარშემო. და თუ მიხვდებით, ანუნაკებმა საგადაწყვეტეს ხელისუფლების დათრევა. სირიუსი BA. ტრაპეცია იერაა არის ვარსკვლავური კარიბჭეები და ელენა დანანი იყო მართალი ანუნაკებმა მოისყიდნენ, რომ დრაკოს ბავშვი გაეჩინა, მაგათმა მიყიდნენ მას ვარსკვლავური კარიბჭეები ვარსკვლავურ ტრაპეციაში. ანარქები ცდილობენ ყოველთვის გააკონტროლონ ვარსკვლავური კარიბჭეები, ამიტომ და მე მაპატიეთ იმის გამო, რომ ელენას ვუთხარი, რომ ურუ ნიშნავს დრაკოს. და ელენა მიპასუხა, რომ არა, ურუ ნიშნავსო კარიბჭეს. ესე იგი დრაკო აკონტროლებს კარიბჭეს. თქვენ მათ უწოდებთ ურუს. დედამიწა იყო შექმნილი როგორც კარიბჭე ამ ვარსკვლავური ომისთვის. უკვე მოგვიანებით ის გახდა მდიდარი. ეს ვარსკვლავური ომი იყო იმპერია ანარქებს და galaktikuri ფედერაციებს შორის. და ამ galaktikuri ფედერაციის ცენტრში იყვნენ ტიტანები, ანდრომედიანელები, ტეგეტები. ჩვენ ფიქრობთ, რომ იმ დროს ისინი იყვნენ ბევრად დასუსტებულები. დიასპორის შემდეგ, როდესაც დრაკომ დაბობეს ლირა და მაგწყე მეორე თქვა, ისინი მათ დევნიდნენ მთელ galaktikis მასშტაბით და აიძულეს დედამიწაზე დაშვებული იყვნენ. და ჩვენ ვიცით, რომ ანუნაკებს დასდევენ. და ეს ნათელია. ანუნაკების იმპერიამ შექმნა ატლანტიდა როგორც სამხედრო ფაბრიკა და კარმა იმაში, რომ ისინი იყენებენ დედამიწის ადამიანებს როგორც გვერდით მოვლენას, ანუნაკებმა უნდა მოუხადონ ბოდიში კაცობრიობას, რომ მათი დნკ გატეხეს. მაგრამ ყველაზე ვარისი ისაა, რომ ანუნაკები გაიჩხრენ დედამიწას, სანამ ისინი არ შეიცვლიან თავის კარმას ადამიანურ რასასთან. იმის გამო, რომ დნმ-ი შეურიენ. დალის ახლახან ქონდა შეგნებული სიზმარი და იქ ქონდა ტოტთან შეხვედრა და მან უთხრა ტოტმა შედაბრუნდა ეგვიპტეში. იმის შემდეგ, რაც ატლანტიდა დადნა. ტოტმას ნიშნავს ეგვიპტის წინაპრების საგვარეულოს. ტოტი კი არის ენკის სხეული. ამიტომ იესო რატომ ამბობდა მამას ეციე. ეს იყო ენკი. ენკი არის მიზეზი თუ რატომ დაბრუნდა ის ეგვიპტეში, იმისთვის რომ კარმა შეეცვალა ადამიანებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ დედამიწა მალე დაინგრევა ორბიტიდან გადავა და მან თქვა, რომ დაბრუნდა იმისთვის, რომ გარემონტებია დედამიწა, რომ დედამიწა დესტაბილიზაციაში არ შევიდეს და არ დატოვოს თავისი ორბიტა. და ამისთვის საჭირო იყო პირამიდების უსადენო ენერგია. პირამიდას უწოდებენ გრავიტაციულ დიოდებად. ის გამოსცემს რაღაც ხმაურს, რომელსაც უწოდებენ შუმანიკურ ჰორმონებს, უბრალოდ შუმანურ ხმებს და აფეთქებს შუმანურ ჰორმონებს და ავრცელებს კასკადს მასში, რომელსაც უწოდებენ უსადენო ენერგია, პირამიდების უსადენო ენერგიას და მას უწოდებენ გრავიტაციულ დიოდს. პირამიდას აქვს თვისება აღადგინოს დედამიწის ორბიტა. ასე იგი უნდა მოხდეს სინქრონიზაცია ლოკალური ბრუნვისა ზოდიაკულ ბრუნვასთან და იმ დიდი ბრუნვა პატარასთან უწოდებენ გრავიტაციას. სხვა სიტყვით, თქვენ სტაბილიზაციას უკეთებთ გრავიტაციას ამ პატარა აფეთქებით. და ეს ძალიან დიდი ისტორია. ლეონინები, ურმები ძალიან განვითარებული ცივილიზაცია. ისინი ეკუთვნიან კატების რასას და ძალიან კარგად ერკვევიან ასტრალურ მეტალებში და ყველაზე მეტად ამ ჯეიკ ასტრალისაგან. კატების ლეონინები რასა, ასეთი რასა, ცივილიზაცია, არიან ვარსკვლავური უხუცესები და მათი თანამძრახველები იყვნენ ტეგატელი პლეიადინელები და მაგათმა აღწერეს ტრიადა ანდრომედიანელები, ასტრალური ტეგატები და ასტრალური პლეიადინელები. ამ ტრიადის წარმომადგენელი. და ეს ტრიადა ცდილობდა
შებრძოლებოდა ფედერაციის კორუფციას, რომელზეც გავლენას ახდენდა პარაზიტული ხელოვნური ინტელექტი. ესე იგი, დასემოვებული ფედერაცია ჯერ კიდევ ხელისუფლებაშიაო, მარსი არ არისო განთავისუფლებული და ბევრი ინსაიდერი ამბობს, რომ მარსი განთავისუფლებულია. ხო, და პენი ბრედლი 60 წლის განმავლობაში იყო ნავიგატორი მარსზე. ამიტომ ის რომ მარსი განთავისუფლებულია არ შეესაბამებაო სიმართლეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პენი ბრედლიმ ბევრი რამ გაიგო ზუსტად. სულ რომ წარმოადგენს სამეფო ოჯახს ტარიდან და ადამიანი, რომელმაც პირველმა დაიწყო ურთიერთობა გოშასთან და რობერტთან, იყო ახალგაზრდა ქალიშვილი. ხო, მან გამოიყენა სვარო, მაგრამ ის არის ამ სამეფო ოჯახის წევრი. არის რაკილი და დედოფალი ტემენი. ხო, არის რაკილი და დედოფალი ტემენი. და ამ სამეფო ოჯახში იყო ძალიან ბევრი წევრი. ისინი ყველა იყვნენ ფსიქოგენეტიკები. ყველას ჰქონდა უნარები. ისინი იყვნენ ძლიერები. ისინი იყვნენ ძალიან განვითარებული ოჯახი და ბევრი მათგანი გასახიდნენ ურმაში. მაგისალა ეკითხება, რა იციო შენ კატების რასაზე, სირიუსი და თუ რაღაც პლანეტა თქვა. ტიტანის ვარსკვლავურ სისტემაში არის კატების რასა, რომლებიც მუშაობენ ამ თემასთან. ურმა არ არის ტეგეტა, უნდა იცოდეთ მათი პლანეტარული ორბიტები, პლანეტარული წარმოშობა, მაგრამ უმას აქვს თავისი ძალიან განვითარებული ცივილიზაცია, ძალიან ძლიერი ცივილიზაცია არის და მათ მაგალითად არ ეშინიათ დრაკონს.